მგონი საერთოდ მეგობრული დამოკიდებულება ყველა ურთიერთობაში აუცილებელია, თორე ისე არ არის სრულყოფილი ეს ურთიერთობა. იგივე დედასთან, იგივე მეუღლესთან, შვილთან, შენი მეგობარი თუ არ არის, რა თქმა უნდა, სიყვარული არის, მაგრამ ის სრულყოფილება მე მგონი აკლია ამ ურთიერთობასთან. შვილთან რა თქმა უნდა, ოღონდ ეს ყველაფერი იმ თავის ლამაზ დოზებში უნდა იჯდეს, და ეს გადამეტებული არაფერი არ ვარ, მეგობართანაც არ ვარ, ჩემი აზრით, ზედმეტი არაფერი და მამაჩემმა ეს მოახერხა თავის უბრალოებით. საერთოდ მე მგონი უბრალოება არის ყველაფრის საწყისი, კარგის. აი იმითი რასაც მე მინდა რომ ეხლა ჩემ შვილებს გადავწე, რომ ყველაფერს ჩემ გვერდით იყო. რაცაც მე გადავწყვეტავდი, იქ ძალიან კარგი მრჩეველი იყო, ძალიან, საერთოდ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. იყო ძალიან მშვიდი და ძალიან გვერდში მდგომი. აი მოვიდოდა და შეიძლება დღეები ფეხზე მდგარიყო არ წასულიყო უბრალოდ აი რაღაცა გასაჭირო, აი რაღაც ისეთი გვერდში მდგომა იცოდა, რომ მართლაც როგორ გითხრათ, ბევრი ამბობს ამას რა, მამაჩემის გვერდში მდგომას ასე გამოყოფენ რა. თვისება ქონდა ძალიან ძლიერი. და როცა დააშავებდით? რა მე არ მახსოვს მამაჩემისგან ჭუბი არასდროს. არასდროს ჭუბია ჩემთან. არა, სულ რაღაცას თან ისე მეტყოდა ხოლმე რომ მეთან უფრო უხერხულობაში. მაგ დროს არ გერჩინდა მაგრადე ჭუბა. აი ისე დამოკიდებულებით მეუნებოდა, ოღონდ ერთ სიტყვას ალბათ, კაი რა შეიძლება ეთქვა, მაგრამ ისე მეტყოდა რომ ხვდებოდი რომ მას ჩემი იმედი ჰქონდა და მე მეყნობოდა, მენდობოდა და მე გავუცრუე. აი ამას ხვდებოდი და ეს იყო ჩემთვის უარესი ყველაფერზე. ყველანაირ ჭუბზე და ყველანაირ ყველაფერზე. რა ვიცი, რა უნდა ჭუბო ხა. ხო მithumetes ახლა 16-17 წელს რო ხდება ბიჭი, აი რა უნდა ჭუბო. არა, რა ჭუბი კი არა, მან უნდა იყო მეგობარი, რომ გაგიზიაროს და საერთოდ რაღაც სწორი გზა თუ გინდა რომ აჩვენო, მან და უნდა დაკარგო ურთიერთობა, თორე აბა ბავშვობაში ყველა დასდევს მამას იქ, ხო? მე გიწევს შენ დევნა და აი მან თუ აღარ უნდა მოგიწიოს დევნა, თორე ვერ დაეწევი რა შანსია.